გაზაფხულის კლავაც დამხატვერო ძის რასულის თქმა ხარაკარი მოდი ალვის ხეს ზელზე მოეხმიე ჩემი საქართველო ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო მეცად ჩემი ბანე უნდა გავატება ჩემი საქართველო ლაღი სარბიელი ლაღი მტაგამდელო ვაღინი მოქცევა ძაშორი ახალ თაობათა მოსვლავ სამადრელო შენ ხარ შუქი ჩემი ჯაღარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი ბანე უნდა გავატება ჩემი საქართველო ჩემო დედაო ენავ შენ ჩვენო ნიჭო სრბოლავ და ფრენავ შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა შენ ერთი შემში სამარის პირთან ნათესავს 1000 მეგობარს 1000 მრუცსა და მართას ერთა და ძმათა დავშორდი მორჩა ყველა მოთავდა მშვიდობა უთხარ ყველა მოკვდავთა ხოლო ჩვენ უკვდავს ხოლო ჩვენ მარაც შენ ერთს შევექმო სამარის კარად თუ რამ ზემწამდა თუ რამ ზემწვავდა უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა უტკვესი შენ ხარ ენავ დედაო შენ წარილ თხინო ტკბილო სევდაო შენ ყოლის თქმელო ყოლის არ თქმელო შენ გმირთა გმირო ბრძენო ქართველო წარსულის ძეგლო წიგა უხედავო ქვესკვნერში ძრომო ცაში მჭვრეტელო ხარ ფუნჯო ჩემო ხარ საჭვრეთელო შენ აკმის ჰიმნო ცრემლო სამარის იბერიის ენავ თამარის შენ ნიჭო ჩემო სრბოა და ფრენავ დედაო ენავ დაეცე სიქნე სიმაგრე ყველა მოისრა სიქნე ყველა ყმაველად დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას ყოველ ნერგს იქნებ დაატყდეს მეხი ყოველ ძეგს იქნებ დაედგას ფეხი ხოლო ჩვენ უჭკნობს შენ ხატად გცელოს რადრო რადასემს შენს უყდავს ხელს ოენავ ჩემო დედაო ენავ შენ ჩვენო ნიჭო სრბოლავ და ფრენავ შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა შენ ერთს შენ ერთმა სამარის პირთა Let's
ბრძენი, თავდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი, ძლიერია როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი. ქართული ენა არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა. იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი. ეს სიტყვები საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის და დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველაზე სრულყოფილად გადმოსცემს ქართული ენის ბუნებას და ახასიათებს მის უკიდეგანო შესაძლებლობებს. მეოთხე E-კლასის სახელით მოგესალმებით ყველა აქ მყოფ და წარმოგიდგენთ პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი, ტაძარსა წმინდას. ეს პროექტი ეძღვნება ქართულ ენას და სწორედაც რომ ამ ღონისძიებისთვის დღევანდელი დღე 14 აპრილი სიმბოლურად შევარჩიეთ. ენა არის, ენა სულისა და გულისა. ყველა უცხონანი კი ერთს ენანი მეხსიერებისა. ხოლო დედა ენაზე შეიძლება ენოცოს ადამიანმა გულხმოვარეთ. ამ სიტყვებს ამბობდა დედა ენის შემქმნელი და დიდი საზოგადო მოღვაწე და ქართული ენის მოამაგე
იაკობ გოგებაშვილი. ქართული მარტო ენა, ქართული ქართველთა რწმენა, ღმერთია ბეთის წერა, სხვა როა იმოდენა. ჩვენ გვიყვარს წიგნის სიტყვა ხატული, განა სიტყვები ნატყვის თვლებია. თუ დაივიწყე ენა ქართული, მას საქართველო დაგვიწყებია. წუთი სოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალ და სხვა დარჩება, დედაენის დაიწყო და დედაენით დამთავრდება. მადლობა ღმერთო, შეაძლებინე, დიად ქართულის ანბანის შექმნა, ყოველ ასოში ჩააქსოვინე ქართული ერის კულტურის წმენა, მადლით შექმნოსე ქართული ენა, ერთ ჩაუნეგე სიმართლის ტკბობა, ბევრ შეაყვარე ტკბილი ქართული პერმან შეიგზრო ნანინას ენა. დედა მარიამ, ნუ მიატოვებ, შენსავე ჩაულ ნაფრთხილებ ენას, გადაარჩინე დალოცე, კლავოც ერთობა მიეც ქართველთა ენას. მარადიული აზრით უკიხარ, შენით მღერით და შენით ვტირით, სირცხვილი ქართველს თუ არ უკიხარ. უშენოთ დღე, ნუ მაცოცხლა ერთი, უშენოთ აზრი, არა აქვს არაფერს, საუკუნეებს სიცოცხლე დერთვი, და კვლავ მიითვლი ერთგულ ზვარაფერს. ტკბილ სურნელი აქვს შენ ხმებს და ფერებს, დაიჟრაჟული დღიმილის ჩენა, შოთაის, ვაჟას, ილიას მერე, მე რა ვთქვა ჩემო ფრთიანოვინა. დედაენავ, ჩვენო განძო ქართულო, აკინძულო, ანბანით, სიტყვებით მოკარგულო. ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მას აქვს საკუთარი ანბანი და დამწერლობა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება სხვა ქვეყნის ანბანისგან. ქართული ანბანის წარმოშობის ისტორია ჯერ კიდევ საიდუმლოებებით არის მოცული. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეფე ფარნავაზმა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში დიდი როლი ითამაშა ჩვენი ანბანის გავრცელების, მისი პოპულარიზებისა და სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საქმეში. ქართული ენა ქართველების მშობლიური ენაა და საქართველოს სახელმწიფო ენა. ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. სოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი სწორედ ქართული დამწერლობაა. არაერთი უნიკალური ძეგლი შექმნა და შეიქმნება ამ ენაზე, ჯერ მარტო შოთა რუსთველის ვეფხის ტყაოსანი ღირს სათქმელად. ამ ენაზე დაიწერა შუშანიკისა და აბოს წამება, ქართლის ცხოვრება, სულხან საბას სიდნეს იცრუისა, გურამიშვილის დავითიანი, მე-20 საუკუნის მხატვრული ლიტერატურა და სხვანი. ქართულ ანბანში თავდაპირველად 38 ასობგერა იყო. ასობგერები რიცხვის მნიშვნელობასაც გამოხატავდნენ. სწორედ ასობგერები თარიღდებოდა ამა თუ იმ კულტურული ძეგლის მშენებლობის დაწყების და დასრულების დრო. უძველესი ქართული წარწერა მე-5 საუკუნის 30-იან წლებშია შეფასებული. აღმოჩენილია პალესტინაში, იუდეას უდაბნოში. საქართველოს ტერიტორიაზე კი უძველესი ქართული წარწერა ასევე მე-5 საუკუნით თარიღდება, მაგრამ ის უფრო ანდრინდელია, ვიდრე პალესტინის წარწერები. ამას გარდა თითოეულ ასოს გრაფიკულ მოყვანილობას დიდი ისტორია აქვს. ქართული ასოები ძირითადად მრგვალია. სწორედ აქედან წარმოგება ქართული ანბანის პირველი სახეობის მგლოვანის სახელწოდება. ქართულმა ანბანმა განვითარების 3 ეტაპი გაიარა: ასომთავრული, იგივე მგლოვანი, ნუსხური, იგივე ნუსხახუცური და მხედრული. მხედრული ასოები მე-10 საუკუნიდან დღემდე გამოიყენება. ნუსხახუცური დღემდე გამოიყენება საეკლესიო მსახურებაში. 2015 წლის მარტში ქართულ ანბანს არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, სახელწოდებით ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა. 2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს ყოველივე რეალურია. ქართული ენა მართლაც უიშვიათესი განძია ქართველებისთვის. იგი დღემდე ბევრ ამოუცნობ ისტორიას მალავს ჯერ კიდევ. სხვაგვარად ვერ აიხსნება იოანე ზოსიმეს, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი დაწერის ფაქტი.
ქართული ენა, ქართული სიმღერა და ქართული ცეკვა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. თითოეული გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს, ხასიათის თავისებურებას. ქართველს რაიმე სქება და ხოტბის შესხმა, როგორც სიტყვით გამოდის უნიკალურად, ასევე სიმღერითა და ცეკვით. მე საქართველოს შვილი ვარ, აქ მომავლინა გამჩენმა. ზეცისგან დალოცვილი ვარ, რომ დავიბადე ქართველად. ენაც ქართულად დავიდგი, ლოცვაც ქართულად დავიწყე. ჩვენგანს ვერასდროს დავითვლით, ეს არის ცოდნის კარიბჭე. ქართული ენა დიალექტების სიჭარბითაც გამოირჩევა. ისინი ენას უფრო მრავალფეროვას, საინტერესოს, შინაარსიას და ორიგინალს ხდიან. გვაქვს სინონიმების და ანტონიმების სიჭარბე. თუ მუხელმა ჭავარიანით ცნობილი ქართველი პოეტის სიტყვებით ვიტყვით, მარტო წვიმას აქვს სახელი 9, თუმცა ენის მკვლევარებმა წვიმას 24 ქართული შესატყვისიც კი მოუწევდეს. და წარმოვიდგინოთ ახლა რა დიდებულია ენა, რომელსაც ერთი სიტყვის 24 სინონიმი მოიპოვება. ქართულმა ენამ უამრავ ხარტახილს გაუძლო. სასტიკი და დაუნდობელი მტრები საქართველოს საუკუნეების მანძილზე არ აკლდა. არაბები, მონღოლები, თურქ-სელჩუკები, სპარსელები, ბიზანტიელები, რუსები თითქოს ერთმანეთს იცლებოდნენ, ვინ მეტად გვავნებდა, ვინ მეტად შემღალავდა ჩვენს ენას, კულტურას, ტრადიციებს, რწმენას. იყო დრო, ქართულად საუბრის გამო სასტიკად იშებოდნენ ადამიანები. ბავშვებს ლინეიკით ხელის გულზაც კი სცემდნენ. იყო ქართულად დაწერილი წიგნების გამოცემების აკრძალვაც. ამ ყოველივემ დიდი დაღი დაასვა ქართულ ენას.
წაშალა და გააქვო ათასობით სიტყვა და მათი ადგილი ბარბარიზმმა დაიკავა. 14 აპრილი არის დღე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ქართველების პატრიოტულ სულისკვეთებას, მათი ერთიანობის ძალას, სურვილს ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისა. გულს მისვენია დაუბრუნდი მეტი შესაძლებლობა. ენის შესწავლა, მისი თავისებურებების შეცნობა, მხოლოდ ამ ენაზე მეტყველება სრული ნიშნავს. ბევრი უცხოელი გამოჩენილი ქართული ენის კვლევის დაინტერესებული, ქართული ენის გრამატიკას ინფესვიანად სწავლობდა. ქართული ენის გრამატიკის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა წელს საფუძვლიანად ჩვენს დაუწევთ. გავიცანით 10 მეტყველების ნაწილს და წარმოდგენა შევიქმნით ჩვენი მშობლიური ენის ამოუწურავ შესაძლებლობებზე. დავით, წარმოვიდგინე, რომ 10 მეტყველების ნაწილი გაცოცხლდა, ალაპარაკდა და აქ ჩვენთან თავის თავზე სასაუბროდ გვეწვია. რატომაც სადანუცა უფრო საინტერესო და გასაოცარი ფაქტი ის იქნება, თუ ეს მეტყველების ნაწილები ლექსებით მოგვიყვებიან საკუთარი თავის შესახებ. მას ასე მეგობრებო, შევეგებოთ მეტყველების ნაწილებს. გრამატიკის ხერხემალს მეძახია მცოდნე, ჩემს გაგებას არ ყოფნის სწავლა მცირე ოდენი. ჩემი დამსახურებაა სიტყვათ წყობა კავშირი, თავარი ვარ ასთან წყობში დაუცვლელი ნაწილი. ჩემს გარეშე იოლად ვერ ვინგავა ვერასდროს, ვერ გაიგებს ვერას გზით აწმყოსა თუ წამსუქროს. გააზრება რთულდება პირს აუგრევ რაწუჩიც, უსრულო და სრულ ასპექტს გადაიყვან წარსულში. მოქმედებას აღვნიშნავ, განაეს კი მაკვარს, დამიმატეს უძრაობა, ზივარ, დგავარ, წევს და დევს. სიტყვას უწყობ არაერთ პირს, ერთს, ორს, სამს და 4 პირსაც. ფორმას ვიცვლი უღლებით და წყლვისაც მხოლოდ მე ვიცავ. არ მოსწონვარ ბევრ მოსწავლეს, ეზარებად ვარჯიში. განაცოტა საქმე არის, მის გაგრებასაც უზნო ძლიერ გაჭირდება, უმაგისოდ რა გვჩება. მცირე შრომა არ გეგონოთ შემასმელის გარჩევა. მეტყველების ნაწილი ვარ, საგნებს ვაქმევ სახელებს, აგემზია, აგემთვალე, ვინც ვერ მიცნობს ნახელებს, ზოგ სახელებს ცხადავხედავთ, ზოგსაც ხელით ვეხებით, ჩვენთან ცხოვრობს ყველა სული, დაუსრულო საგნები, კონკრეტული სახელების ამიაყვავს ადარი, მათ გახდება მსოფლიოში სასწაული მრავალი. არის კიდევ საკურველი ჩვენთან ერთი ამბავი. უხილავი უჩინარი სახელების სამქარი. მათ ვერც ხედავთ, ვერც ვეხებით, მხოლოდ თუ წარმოვიდგეთ, აბსტრაქტული სახელები ჩვენთან ასე მოვიდნენ. კუმშვედი და უკუმშველი, მხოლობითი, მრავლობითი, ზედ შეგვხვდება ლამაზმა, კნინობით, ალერსობითი, არსებითი სახელები დაგვარქვეს და შევიფერეთ. იმეგობრეთ წიგნებთან და ბევრ შეიტყობს ჩვენზე მერე. აბა კარგად დააკვირდით, როგორია ცქრიალა? კოხტა, ენა მოქარგული, შავთვალწარბა ბრიალა. ძირითადი ნაწილი ვარ, ვალამაზებ სიტყვებს. ჩემს გარეშე ვერ გაიგებ თვისებებს და ნიშნებს. სადავრი, როდინდელი დავსვამ ასეთ კითხვებს, როგორი და რანაირი მომიგებენ მყისვებ. აუღწერ სახელს ყველა ვიშოთ, გამოვხატავ სულა. არ დამრჩება უნახავი წრილი მცირე ციცქნა. ხელის გულზე გადაგიშლით ყველა საგნის ავკარს. ზოგჯერ მოსაწნად უტყი, ზოგჯერ მწალად გაგკრავთ. ზედ სართავს რომ მეძახიან გაგიგიათ ცხადად. ჩემს გარეშე გრამატიკა ეშხს და კარგავს ანად. გრამატიკის სამყაროში დიდი როლი მაკისრია, შვილებივით მაბარია, მე რიცხვების დიდი სია. რიცხვებს ვითვლი რიგსაც ვადგენ, წილისას დავყოფ გამართულებს. რიცხვით სახელს მეძახიან, წელს ვერ დავდებ რა თქმა უნდა. არ
გამომდის ანგარიში, მიმატება, გამოკლება, ამოცამის ამოხსნა და რიცხვის რიცხვზე გამრავლება. სამკუთხედი, ოთხკუთხედი, მიმინდია სხვისთვის ბარგად. პერიმეტრის დაფართობის ფორმულების დამეკარგა. თუ მაგალითს ვერ ამოხსნი, ან თუ წახნაგს ვერ დაუთმი. გამიჯერეთ, ჩემი საქმე სულ არ არის ანგარიში. მე მომკითხეთ ოდენობა, ზომა, წონა, რიგი, წილი. მე რამდენი ნაწილია? ან რას ნიშნავს ეს თანრიგი? ოფსაგანს თუ ვანაწერებ, საზღვრად ნაწილს რამდენს. რიგსაც ვიცავ, ამიტომაც რიცხვით სახელს უმსახურებ. სახელების ნაცვალი ორ ფორმები მაქვს ასგვარი, ამიტომაც აღარ არის ხარვეზები მრავალი. Პირს აღნიშნავს სამი ბგერითი, რიცხვს ვარჩევ ორივეს, ხოლობითი, მრავლობითი ნართანიანს გავირჩევ. ყველანაირ სახელს ფურცლი ფორმასა და შინაარს. ბრუნავ კიდეც ბრუნის ნიშნებს, ოღონდ სრულად არ ვითავ. მოთხრობის და ავითარებიც იშვიათად ვაკითხავ. წოდებითი ბრუნის ხშირად არ მჭირდება წაკითხვა. ჯგუფები მაქვს ბევრნაირი, მზად ვარ ცვლისთვის ყოველ წამს. ზუსტად უჩვლი ჩემი სახელს, წეს დაიცავ პირწმინდად. მე რომ არა ჩვენს ენაში, ბევრ შეცდომას დაუშვებ, სტილისტურ გამართულობას ხელიდანაც გაუშვებ. კი სჭირდება ჩემ გაგება, შეცნობა და წვალება, ამიტომაც საჭიროა გრამატიკის სწავლება. მარტო ყოფნა არ მიყვარს, ზნას დავყვები დღემუდამ. მე უთითებ რაზროჟაქნას და ადგილზეც მე ვზრუნო. გიპასუხებთ თუ მკითხავთ, როგორ სწავლობს დათუჩა. სადა როდის განათდა თქვენი სახლის დაგუჩა. საცაცნობ სეზონს ვარკვევ, კვირის დღეებს აღუნსხავ, შეგახსენებთ ყვავილებს, წყალი როდის დაუსხავ, მოგახსენებთ ყოველს წვრილად, ზერას ჩავკრავ კალენდარს, როგორ უნდა ისრომოთ, ან სადღაც სახით. ფორმა სართული არ მეხება, არც ბრუნვა, არც უღლება, ზნაკი ჩემი გვერდით ყოფნით არასდროს დაიღლება. თუ როგორი საჭირო არ, ახლა კარგად გამოჩნდა, მივუთითებ თუ მთხრობელს, დრო ადგილი გამორჩა. შორიგზი და მოვდივარ, ჭრილა-ჭულა ამბებით, სმელის გულსაც მოვიგებ და არც გამიავდებით. ზოგს თვალზეციებს ვავადე, ზოგს გავაწყობ ხალის. ემოციებს დაგრძნობებს არ გადავდებ ხვალისთვის. შინაგანი განწყობის გამოხატვა კარგია, ქებას თუ არ იშურებ, ადრესაცაც არგია. მხიარულ შეძახლებს ხშირად გამოიყენებ, შენ პირველი იქნები, სხვას გვერდი დაიყენებ. გულს უკეთებ დარდიანს, ამქნოებ და აალაღებ, მასში ცოდე რომ ყველას გულის კარებს გაარებ. საჭიროა ძალიან, საქმე ასე მოიწყე, გრძნობა თუ ვერ გაჩვენე, მაშინ მალე მოიწყე. ვით თან ზეში, თანდებულებს რომ დაუთავ სიტყვებს, გაოცდები ისე შევცლი შინაარს და რითმებს, არ მჭირდება ბევრი ბგერა, საქმის საკეთებლად, აქ ირწმუნებ რა ძალა აქვს ენას საამებლად. ზოგჯერ განზე შემიძლია დგომა, თუმცა მარად ვიხმარები სიტყვებს, ფრაზებს, თავს ვიწონებ უყარად. მარტო მდგომი, სულ არაფერს გამოხატავ მართლა, ცნობის წადის რომ ვერ მალავს მეკითხება მართა, ვუპასუხებ მართალია. ძლიერი ვარ, როცა სიტყვის ბოლოს გამოჩნდები ამის გასაოცრად. ყველა სახელს კონკრეტული ბრუნის ფორმა რომ აქვს, ამის შემდეგ თუ დამრთე სხვა ელფერის მოსავს. მოთხრობი და წოდებით ვერ ვეწყობი სახელს, დანარჩენი ხუთი გულა ჩემს გემოზე მარტე, თვის, გან, კენ, ებრ, თანდებულებს, არ იყენენ განა, მიერ, გამო, გარდა, მიმართ, ხომ არ დაგაუწდა. ამიტომაც მიმაჩნია საჭირო ძალზე, ჩემს გარეშე საუბარში აუზაურ დათეს. ნაწილობს რომ მეძახიან სულად სავარ უმნიშვნელო სხვათა სიტყვას ვერ გადმოსცემ ჩემს გარეშე საიმედოდ. სხვები თავს რომ იწონებენ, მე სიმორთხვით დავიწვევი. საჭირო რომ აღარ ვიყო, სულ ყველას დავავიწყდები. შენს რომ მკითხავ სადარდებელს, არ მანაღლებს ბოლოს ყოფნა. ცა, ღა, ვე, ა ნაწილაკით ამშვენებენ სიტყვებს ახლაც.
რიგში ბოლო დამაყენეს, სულად დადობ ამას, უკავშირო დაბა როგორ მოგიყვებით ამბავს, მე თუ არა ვერ მივხვდებით რასთანა გაქვთ საქმე, ვაკავშირებ ერთმანერთად თურქეთწყობილ საგნებს, არ გეგონოთ ჩემს გარეშე მოუძებნოთ ახსნა, თუ გიდოდეთ გამატიკას ურჩომელგზა არ აქვს, არ ჩავსვათ და ვერ გაიგებთ სიტყვის ვერც თავს ბოლოს, ამიტომაც კავშირზე ვერ სიტყვას სალაღობო. რა სიტყვი ნუცა, ჩემი აზრით შესანიშნავად წარმოგვიდგინეს თავი მეტყოლების ნაწილებმა. მართალი ხარ დავით, ვფიქრობ ამ ლექსებით ქართული გრამატიკის სწავლა გაგვიადვილდება ყველას. ძვირფასო სტუმრებო, თქვენი ღონისძიება ნელ-ნელა დასასრულსაც მიუახლოვდა. და იმ მრავალჟამიერ ყოფილიყოს მუდამ ქართული ენის, ჩვენი ენისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, პირველ რიგში, თანადგომისთვის ყველას. მე ახლა ადამიანების ჩამოთვლას არ დავიწყებთ, მაგრამ დღეს რომ აქ თქვენ წინაშე ვდგავართ, ძალიან ბევრი დაბრკოლება გამოვიარეთ და ძალიან ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით. ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და მე ნამდვილად ვამაყობ მათით. მე მყავს ძალიან მაგარი ბავშვები. ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და მე ამაყებით. მადლობა, დავით. ასეთი ლამაზი, არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის, ასეთი ემოციური და შთამბეჭდავი სიტყვებისთვის. სიტყვები, რომელიც ჩვენს ენას, ჩვენს საფიცარ ქართულ ენას ეხება. მართლაც უმდიდრესი, ულამაზესი და უმაგრესი ენა გვაქვს და ამ ენას დაცვა, გაფრთხილება და მოვლა ჭირდება. და მე თქვენი სახით ვხედავ თაობას, რომელმაც იცის, რომელი ქვეყნის შვილები არიან და იციან, რომ თავიანთ სამშობლოს, თავიანთ ქვეყანას უნდა ემსახურონ და პირველ რიგში თავისი ენის და კულტურის დაცვით. მიყვარხართ, გაფასებთ და დიდი მადლობა ეკა იმისთვის, რომ ასეთი ლამაზი საღამო გვაჩუქეთ დღეს. მადლობა თქვენს ვფრინდებით თქვენი შვილების მომავალს. თქვენი ვალია გაუფრთხილდეთ თქვენს სამშობლოს, გაუფრთხილდეთ თქვენს ენას და დააფასოთ თქვენი მშობლების და პედაგოგების ამაგი. რაც მე მჯერა რომ იქნება. წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ლამაზ დღეს.